კამიკაძე ოპოზიცია ასე დავასათაურე დღევანდელი გადაცემა ოპოზიციას ესახელი პარლამენტის თავმჯდომარემ შეურჩია საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას ვინც გვიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან ცუდია როცა ქვეყანაში არსებობს კამიკაძე მენტალიტეტის მატარებელი ოპოზიცია რომელიც თვლის რომ მას დასაკარგი არაფერი აქვს და შეუძლია თავი აიფეთქოს და სამიზნეც ააფეთქოს სისტემა იქნება ეს სამიზნე თუ პრეზიდენტი რას უპასუხებს ამ შეფასებას დაგეგმილი 9 აპრილის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ამას ერთად მოვისმენთ დღევანდელ გადაცემაში ემზადება თუ არა ოპოზიცია თავის ასაფეთქებლად ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ დღეს პოლიტიკური კვირა წარმოგიდგენთ. ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში არსებობს კამიკაძე მენტალიტეტის მატარებელი ოპოზიცია, შემთხვევაში იქნება ეს სისტემა თუ პრეზიდენტი, ოღონდ ის სამიზნე ააფეთქოს და შეუძლია თავი აიფეთქოს. კამიკაძე ოპოზიცია და გადამწყვეტი ბრძოლა ხელისუფლებისთვის. სააპრილო პოლიტიკა დღეს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ზუსტად 20 საათზე. ამას წინათ მიხილე ტელევიზიით ქართული ენერგომაფიის მამა ლევან პირველი როგორ გვარიგებდა ჭკუას ვენიდან. რატომ გაახსენდა ავსტრიაში გადახვეწილი ლევან პირველი საქართველოს პრეზიდენტს დღეს პოლიტიკურ კვირაში პირდაპირ ჩართვა ვენიდან და ლევან პირველის პასუხები მთავარ შეკითხვებზე რა სიტყვის იგი ავსტრიაში გამართულ ქართველების შეკრებაზე და რა პროგნოზს გააკეთებს მოახლოებული 9 აპრილის წინ რა აქვს სათქმელი პირდაპირ ეთერში სააკაშვილისთვის და როგორია ხოლმე მისი რეაქცია როცა ასეთ განცხადებებს ისმენს. მე ვიმედოვნებ რომ საქართველოს ეყოლება ლიდერი ვინც რეალურად იმოქმედებს თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვინც ხელს არ აღმართავს უდანაშაულო ადამიანებზე ვისაც ეცოდინება როგორი პატივისცემით მოეპყროს მეზობლებს და ყველას. ირაკლი ალასანია კატეგორიულად მოითხოვს იმ პოლიტიკოსთა დასახელებას, ვინც ხელისუფლების განცხადებით რუსეთიდან ფინანსდებიან, როგორია ხელისუფლების პასუხი, რატომ არ ქვეყნდება მათი სია, ვისაც კრემლი აფინანსებს, მორიგი შავი პიარი თუ ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, პოლიტიკურ კვირაში ხელისუფლების გუნდიდან პასუხებს დღეს ნუგზარ ციკლაური გაგვცემს. მათი გზები საბოლოოდ გაყოფილია, არანაირი მოლაპარაკება, არანაირი დიალოგი, მიშა უნდა წავიდეს, ასეთია ოპოზიციის ვერდიქტი. ჩვენ ვერ ჩაგვაჩოჩებთ! ვერა! კონკრეტულად როგორ და კონკრეტულად როდის აპირებს სააკაშვილის გაშვება სახლში და მართლა იგეგმება თუ არა კვლავ მისი კანდიდატურის დაყენება საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ეს არჩევნები დაინიშნება, რა სიტყვის ახალ ინიციატივაზე საპარლამენტო მოდელის შესახებ, რა სიტყვის გამოცხადებულ და აქამდე გამოუცხადებელ საბრძოლო გეგმებზე და რა შეიძლება იყოს კომპრომისი, რომელზეც სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ოპოზიცია ხელისუფლებასთან წავა. დღეს პოლიტიკურ კვირაში მთავარ თემებზე პასუხებით მოусმინეთ ლევან გაჩეჩილაძეს. მას შესე ვიწყებ ლევან პირველის ჩართვით ავსტრიიდან მისი თემა სააკაშვილისთვის როგორც ჩანს აქტუალური ვენაში გამართული ქართველთა შეკრების შემდეგ გახდა. მოდით ერთად მოусმინოთ რა პასუხს გასცემს მიხეილ სააკაშვილს მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ რევანშისტებს საქართველოს დაბრუნება უშუქობასა და კრიმინალში აღარ გამოუვათ. ამას წინათ მიხილე ტელევიზიით ქართული ენერგომაფიის მამა ლევან პირველი როგორ გვარიგებდა ჭკუას ვენიდან. ეს არის ნამდვილი კრიმინალი, რომელიც გამო და მის თავრობაში დაკავშირებულ ხალხის გამო საქართველოს იყო ჩაბნელებული 10 წლეულზე მეტის განმავლობაში. ისინი აკეთებდნენ ფულს დენის მაქინაციებზე და იმაზე, რომ ჩვენ ციოდა და ჩვენ გქონდა სახლები ჩაბნელებული. გააკეთეს ასობით მილიონი სხვა თუ არაფერი ღიცით, ზისით ახალგაზრდა ბიჭი მოკლა თავის მეუღლის თვალწინ ყველა მაჩვენებელი ამაზე იყო ყველაფერი ეს შერჩა გაიქცა ვენაში და იქიდან აპირებს თურმე საქართველოს მოაჯდეს ხელახლა სხვადასხვა მაქინაციების გამოყენება ნუ რას უკაცრავ რევანშისტებს საქართველოში იმათ ვისაც უნდა დაგვაბრუნონ უშუქობაში, უგზოობაში, კრიმინალში, უბედურებაში ეს საქართველოს აღარ არის და მათ ეს ნამდვილად აღარ გამოვა.
მაშასე ლევან პირველი ავსტრიიდან პირდაპირ ეთერში მე მას მივესალმები ბატონო ლევან ძალიან დიდი მადლობა რომ იღებს მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში ძალიან დიდი ხანია ლევან პირველს პირდაპირ ეთერში არ უსაუბრია გისმენთ მოდი დავიწყოთ თქვენ უკვე მოისმინეთ მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ბოლო პერიოდში თქვენი თემა კვლავ აქტუალური გახდა საქართველოს პრეზიდენტმა თქვა რომ რევანშისტებს და კრიმინალებს აღარ გამოუვათ საქართველოს დააბრუნონ სიბნელეში რა სიტყვით თქვენი კომენტარი როგორია სამშვიდობისა ინგა მივესალმები ყველას ყველა მომენატრე საქართველოში თქვენს და თქვენი გადაცემაც. დიდი მადლობა. რაც ეხება პრეზიდენტის გამონათქვამს, მე საერთოდ ვთვლი, რომ პრეზიდენტები ესე არ უნდა ლაპარაკობდნენ, ესეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. პრეზიდენტებს უამრავი ინსტრუმენტი აქვთ ხელში, ინსტიტუციონალური და მით უმეტეს ის პრეზიდენტები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ აშენებენ დემოკრატიულ ქვეყანას, უნდა გამოიყენონ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამტკიცებს ადამიანის ბრალს. და ეს მიხეილ სააკაშვილის სტილი იყო, ესეთი პიარით მოდიოდა მაგი, ერთ-ერთი პიარის შემადგენელი ყოველთვის მე ვიყავი მაგის არსენალში. და როგორც ჩანს, ჭკუა ვერ ისწავლა და ისევ ისე აგზელებს. რა ინსტიტუტებზე საუბრობთ, ბატონო ლევან, ეგებ დამიკონკრეტოთ, ანუ რას ამბობთ, რომ თუ ხართ დასაჭერი, უნდა დაეჭირათ ლევან პირველი, თუ რაზე გაგვიყვართ? რა თქმა უნდა, არსებობს გამოძიება, არსებობს სასამართლო, არსებობს რაღაც საპარლამენტო კომისიები, უამრავი ინსტრუმენტი არის სახელმწიფოს ხელში, რომელიც მარტო კი არ ისვრის ესე სიტყვებს, არამედ რაღაცას დაამტკიცებს და პრეზიდენტს ის არ ეკადრება, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტთან კი არ გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე პათოლოგიურ მატყუარასთან. და მე ერთხელ მქონდა ამ კაცთან პირდაპირ ეთერში ამ თემებზე ლაპარაკი და მე იმას დავამტკიცე ხო. ეკალხოფერიასთან და დიდი სიამოვნებით თუ დამიჯდება, მაგას კიდე დავამტკიცებ თელ მაგის ტყუილებს. ეს გამორიცხულია რომ დაგიჟდეთ ახლა პრეზიდენტი დებატებზე, მაგრამ თქვენ ხართ ახლა პირდაპირ ეთერში და მე გისვამთ ასეთ კითხვას, რას ეთყოდა ლევან პირველი ავსტრიიდან ახლა მას პირდაპირ ეთერში, ვიდრე მე შემდეგ კითხვას დაგისვამ, თუ კი გაქვთ რაიმე მისთვის სათქმელი. მაგას ბოლოში ვეთქვი ჩვენი საუბრისას, მაგრამ მე მინდა მოკლედ გავცე მაგას კი არა, თქვენ და საზოგადოებას პასუხი იმ ბრალდებებზე, რაც მაგან დაიძახა. მოკლედ. პირველი მართლა ეს ტრაგიკული ამბავი რომ მოხდა. პირველი ოფიციალური პირი, ვისთანაც მე მქონდა საუბარი ამ თემაზე, როცა შევედი პარლამენტში, ეს იყო ზურაბ ჟვანი. რას გულისხმობთ, რომელ ტრაგიკულ ამბავს უკაცრავად დავაკონკრეტოთ, ამბობთ თქვენ ახლა ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობის საქმეზე გაქვთ საუბარი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელსაც ლევან პირველის მისამართით იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ ვისმენთ. გისმენთ? მე და ზურაბი დავჯექით და ზურაბმა მითხრა ესეთი რამ. თუ თვლი რომ შენ მართალი ხარ და თუ მართალი კაცი ხარ ამ საქმეში, მოიხსენ იმუნიტეტიო და მიეცი გამოძიებას საშუალება, რომ ბოლომდე გამოიძიოს მაგ საკითხი. მეო ჩემი მხრიდან გაძლევ სიტყვასო, რომ მე სამართლიანად მოვიქცევი და სამართლიან პოზიციას დავიკავებ. ბევრამ მითხრა, რომ ნუ ენდობიო, მაგრამ მე ვენდე ზურაბს, მოიხსენი იმუნიტეტი, გამოძიება რეალურად დასრულდა, აბსოლუტურად ყველანაირად შეუწყე ხელი გამოძიებას. და ზურაბმაც თავისი სიტყვა შეასრულა. მით უმეტეს, რომ ეს შეტევა მიდიოდა მაგის გუნდის წევრებისგან, ჩემს მიმართ. კი, მაგრამ გამოძიების დასრულება ლევან პირველისთვის თქვა, თუ კი ამ კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებთ, არ იქნებოდა ძალიან რთული. ქართული სასამართლო დღეს აბსოლუტურად კონტროლირებადია, თუმცა არანაკლებ კონტროლირებადი იყო იგივე შევარდნაძის დროს. ანუ ლევან პირველისთვის არ იქნებოდა რაიმე მსგავსი პრობლემა მისთვის სასარგებლოდ რომ გადაწყვეტა ზდომოდა მას ქართული სასამართლოს იდეა. არ დაგავიწყდეთ, რომ ის გუნდი, რომელიც მე მიტევდა, ეს იყო სააკაშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო მაშინ და ეს იყო ბადრი ბიწაძე, ნინო ბურჯანძეს ქმარი, რომელიც იყო გენერალური პროკურორის პირველი მდივანი და ამავე დროს იყო პირველი მოადგილე უკაცრავად და ამავე დროს იყო სამხედრო პროკურორი, ვინც უშუალოდ იძიებდა მაგ საქმეს. მე ამათ ხელში ვიყავი და ზუსტად მანდ დამიცვა ბატონმა ზურაბმა, უпростоოდ დაიცვა სამართლიანობა რა როგორც იყო.
გამოძიება დასრულდა. მაგის მერე დაინიშნა დახურული კომიტეტის ხდომა პარლამენტში, სადაც გამოძახებულები იყვნენ გენერალური პროკურორი გაბრიჩიძე იყო, სამხედრო პროკურორი და პირველი მოადგილე მისი ბადრი ბიწაძე და დაძახებული იყო ყველა ის დეპუტატი, ვისაც ეჭვეეპარებოდა მაგ საქმეში. ეს ხდომა იყო დახურული, იმიტომ რომ თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ნინო ბურჯანაძე იყო და ეთყობა არ აინტერესებდა, რომ გახმაურებულიყო რითი დამთავრდებოდა ეს ხდომა და დამთავრდა იმით, რომ დაიდო დოკუმენტი, სადაც მე საერთოდ არ მქონდა წაყენებული არც ერთი ბრალდება, ეჭვმიტანილიც არ ყოფილა მაგ საქმეს. ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ თქვენ არ მოგიყვართ ნიკაუჩანიშვილი? უკაცრავად, თუ შეიძლება კონკრეტულად მიპასუხეთ და მე შემდეგ კითხვაზე გადავალ, ბატონო ლევან. მე საერთოდ არ მქონია ეს ბრალდება წაყენებული და საერთოდ ეჭვმიტანილიც არ ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო მარტო პიარი, რომელსაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ეს დოკუმენტი არის ნებისმიერი გაზეთი, რომელიც მომართავს, მე მაგათ მივცემ და გამოაქვეყნონ, დაბეჭდონ ეს დოკუმენტი და ხელსაწერს მაგას ბადრი ბიწაძე. დღეს კი იძახიან, რომ მაგინი სხვადასხვა გუნდში არიან. მე მაგის არ მჯერა, მაინც ერთი სანათესაოა. რისი არ გჯერათ, რომ ბურჯანაძე და სააკაშვილი არიან სხვადასხვა გუნდში, ბატონო ლევან? არ მჯერა. რატომ არ გჯერათ? ამბობენ, რომ ვენაში თქვენ გქონდათ ქალბატონ ნინოსთან შეხვედრა, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? არა. რატომ არ გჯერათ? ქალბატონი ნინო გამოდის დღეს და არის იმდენად მკვეთრი, იმდენად რადიკალური, რომ ძალიან ძნელია ეჭვი შეიტანო, რომ დღეს იგი ვთქვათ სააკაშვილის გუნდშია კვლავ. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდა დღევანდელ პრეზიდენტს. ქართულ პოლიტიკაში მე ისეთი ტრიკები მაქვს ნანახი, რომ არ გამიკვირდება არაფრის. ბატონო ლევან, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ეს თემა, თქვენი თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისთვის, რაც ვენაში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქართველების, უკაცრავად თუ შეიძლება დავასრულებ 12 მარტს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართული ემიგრანტული საზოგადოება შეიქმნა, ამ შეკრება ეს იყო შეკრება ქართველების და სწორედ აი ამ შეკრების შემდეგ გახდით თქვენ აქტუალური თემა საქართველოს პრეზიდენტისთვის. მე მინდა ასეთი კითხვა დაუსვა ლევან პირველს, რა შეკრებებია, რა შეხვედრებია ვენაში? ამბობენ, რომ შევარდნაძის დროინდელი ოლიგარქები, ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც მაშინ აქ კარგად ცხოვრობდნენ და ეხლა უკვე პრობლემები აქვს, ძალიან ხშირად იკრიბებიან ვენაში და აი ეს შეხვედრაც იყო ერთ-ერთი მისი გაგრძელება სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამბობენ იმასაც, რომ ეს შეხვედრა დაიგეგმა FSB-ს ფულით, კრემლის ფულით, თუ გავიხსენებ, ვთქვათ, იგივე დასახელებულ ერთ-ერთ პირს, ბადრი მელაძეს, რომლის აქტიურ კავშირებზეც არის საუბარი FSB-სთან. რას მიპასუხებს ლევან პირველი, რა შეხვედრა იყო და რა კავშირში იყო ეს შეხვედრა სწორედ იმ რუსულ ფულთან, რომელზეც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრს საუბრობენ? აუცილებლად გიპასუხებთ, მაგრამ ჯერ გავცემ პასუხს მეორე ბრალდებას, რაც პრეზიდენტისგან იყო. ჩვენ უნდა ჩავეტიოთ დროში, დიახ, გისმენთ. ხო, კი, ეხლავე. ძალიან მოკლედ. რაც ეხება ენერგეტიკის ვალს. ფაქტია, პირველი ფაქტია, რომ კომპანიას არ უმოქმედია თვითონ საქართველოს ტერიტორიაზე და იყო მიწოდებული მაზუთი და გაზი. მეორე ფაქტია, რომ ეს ვალი, რომელიც გატარებულია მსოფლიო ბანკში და სავალუტო ფონდში, დღემდე არ არის გადახდილი. მესამე ფაქტია, რომ ყველა იძახოდა, რომ ვალი და კონტრაქტი არის კაბალური. კაბალური ნიშნავს, რომ გინდა თუ არ გინდა, მაინც უნდა გადაიხადო. დღემდე არაა გადახდილი და არც არავინ არ აწვება, რომ ეს ფული იყოს გადახდილი. აქედან გამომდინარე, რომ არც კაბალური იყო და არც საშინელება იყო. წაგებული დარჩა იქ ავსტრიული ბანკი, რაიფაიზენ ბანკი. ყველაფერი დარჩენილია საქართველოში. თუ არ დაუბრუნდებით ახლა ამ კონკრეტულ თემებს, კარგი იქნება, თუმცა იმას ვერ უარყოფს ლევან პირველი, რომ იგივე ამ ენერგო ბიზნესით საქართველოში მან ძალიან დიდი ფული იშოვა. არ გვინდა ამ თემებზე საუბარი, ბატონო ლევან, მე მინდა დღევანდელ პოლიტიკურ რახან მეუბნები, რომ ფული იშოვა, უნდა თქვა, რომ პირიქით ვალი არაა გადახდილი, მაგრამ რა იქნა ეს დენი? ეს დენი წაიღო ESM-მა, ამერიკულმა კომპანიამ, რომლის ლობისტი იყო მიხეილ სააკაშვილი. მაგას ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. წავიდა ეს ფული, თქვენ ამბობთ? ის ფულიც და დღეს რაც მიდის საერთოდ საქართველოში, ყველა ფული, რომელიც კეთდება, ხო?
იზმირის სააკაშვილის ოჯახის რას გულისხმობთ? მაშინ უნდა დამისაბუთოთ ეხლა, როცა ამ ბრალდებას უყენებთ დაგისაბუთოთ, საქართველოს კი. პრეზიდენტს, გისმენთ? რა ფული მიდის პრეზიდენტის ოჯახის ჯიბეში? როცა კეთდება განცხადება, ალბათ არგუმენტებია საჭირო. მოდით ჯერ ვენის თემაზე არა, ვილაპარაკოთ. მიპასუხეთ და შემდეგ მიუბრუნდეთ ვენის თემას. მე გეტყვით, აუცილებლად გეტყვით რა. იგივე მადნეული, იგივე ეხ მაგისტვის არ ვარ მოსული მე და მე მაგაზე თუ გინდათ მე ყველაფერს ვიტყვი თავის დროზე, მაგრამ შიგნით უკეთესად ვიციან ჩემს. და როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ კეთდება ასეთი განცხადება, რასაკვირველია ჟურნალისტს აქვს უფლება რომ მოგთხოვოთ დაკონკრეტება. კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ეხლა და ეჭვი იბადება ყოველთვის, როცა არავითარი ტენდერი არ ცხადდება და პირდაპირ ურიგდება სტრატეგიული ობიექტები პრეზიდენტის განკარგულებით. მეტი რა გინდათ? ეს მაინც და მაინც იმაზე მეტყველებს, რომ ეს მისი ოჯახის ჯიბის ფულია? მისი თავისი ინტერესით არიგებს ამას. მეტი რა გინდა? ბატონო ლევან, მოდით მიუბრუნდეთ ვენის შეხვედრას, თუ შეიძლება, როდესაც ჩვენ აი დღეს ბევრჯერ ვახსენეთ ეს სიტყვა ფინანსები, ფული და ასე შემდეგ. რა სიტყვით იმ კითხვაზე, რომელიც მე წეღან დავსვი, ვენაში გამართული ქართველების შეკრება, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა, ასეთი შეფასება მიიღო ამ ყველაფერმა, რომელიც დაფინანსდა FSB-ს ფულით და ასე შემდეგ. რა შეკრება მოხდა ვენაში? რატომ გეღიმებათ? ხო, FSB-ს ფულზე გამეღიმა სპეციალურად. ინგა, ჯერ ერთი შეკრება იყო ღია, იქ დაპატიჟებული იყო რუსთავი 2 და გადაიღეს თავიდან ბოლომდე, საერთოდ ვინ იქ იყო და ვინ არა. რა ნიშნით შეარჩიეთ ეს რუსთავი 2? არავინ სხვა არხი რატომ არ მიიწვიეთ? აბსოლუტურად სამთავრობო სტრუქტურაა. ესე მიგვაჩნია, რომ თვითონ დაინახონ რა ხდება, ვინ არის. აქ არ იყო არჩევა, იმიტომ რომ კაი ტელევიზია თუ ცუდ ტელევიზია. რუსთავი 2 ემსახურება სააკაშვილს. ამიტომ დაუძახეთ რუსთავი 2-ს და თავიდან ბოლომდე იღებდნენ ყველაფერს. დიახ. ვინ იყო, ვინ რას ლაპარაკობდა და დამეჯერ დრამე რო ქონდა, დიდი ხანი უკვე მაკადრებს ნახავდით. ეს ერთი. მეორე, 20 ქართველი შეიკრიფა ვენაში. რისი შეეშინდათ? 20 კაცმა ერთმანეთში ილაპარაკა 20 ქართველმა და გაცვალა თავისი აზრები. რა თემაზე ბატონო? როგორ უნდა იყოს, ხო, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საქართველოს სამომავლოდ. აი ეს იყო თემა. რისი შეეშინდათ, როცა ამ შეკითხვას ვსვავთ, შესაძლებელია, იმიტომ გაჩნდა ამდენი კითხვა, რომ თქვა გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ლავროვის განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც კეთდება მუდმივად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან განცხადება, რომ აი რუსული ფული შემოვა, რომ რუსეთი არის დაინტერესებული შიდა არეულობაში და ამ დროს თქვათ ამ შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი, როგორც ირკვევა, არის ბადრი მელაძე, ადამიანი, რომელსაც ძალიან ახლო კონტაქტები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, ავტომატურად ჩნდება კითხვა, მისი შვილი რამდენადაც მე ვიცი ბოლოს და ბოლოს სულაც FSB-ს თანამშრომელია. როგორც ჩვენს პრესაში ეწერა, ანუ რამდენად იყო ეს ყველაფერი დაფინანსებული რუსული ფულით? რისი შეეშინდათ ამ შემთხვევაში უკვე გასაგებია. რაც ეხება ბადრი მელაძეს. მე შემილია დავახასიათო ეს პიროვნება, მაგრამ მე თავ შევიკავებ და ჯობია ეს კაცი არის ეროვნული მოძრაობიდან, ეს იყო ზვიად გამსახურდიას მეგობარი, მერაბ კოსტავას მეგობარი და ჯობია მაგი დაახასიათოს ნოდარ ნათაძემ, კოკო გამსახურდიამ, აკაკი ასათიანმა, ელიზბარ ჯაველიძემ და ყველამ, ვინც იმ მოძრაობაში იყო. თუ იმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ისინი მართლა ეროვნული ხალხია, ხო? სხვა საკითხია. მე არაფერში არ მეპარება ეჭვი, მე უბრალოდ ვსვავ შეკითხვებს, რომელიც ჟურნალისტმა მე ვიცნობ ბადრი მელაძეს, დიახ. როგორც ზვიად გამსახურდიას მეგობარს. და ეს ვიცი ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებისგან. კარგით. მე ვიცნობ ბადრი მელაძეს, როგორც აკაკი ასათიანის მეგობარს და ასე შემდეგ. ბატონო ლევან, მე ისევ მინდა რომ გთხოვო დაკონკრეტება. თქვენ წეღამ ბძანეთ რომ ჩვენო აი ამ შეხვედრაზე ვწყვეტით როგორი უნდა იყოს საქართველოს სამომავლოდ მოწყობა. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი პროგნოზი მოახლოებული 9 აპრილის შესახებ. წეღან გააკეთეთ ერთი განცხადება რომ ბურჯანაძე სააკაშვილის გუნდიაო კლავო. რა სიტყვი დღევანდელ განცხადებებზე ოპოზიციის და იმ მოძრაობაზე, რომელიც დღეს საქართველოშია. 9 აპრილს დამთავრდება სააკაშვილი, ასეთია პირობა. ღმერთმა ქნას. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს უკვე ობიექტური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. ეს არ იმართება რომელიმე ოპოზიციიდან. ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ არც ერთი ოპოზიციის ლიდერი არ მივიდეს
9 აპრილს. ხალხი მივა თვითონ. ეს ობიექტური პროცესია. ეს არ გავს იმას, რაც ხდებოდა ადრე. ეს უკვე ხალხს არ შეუულია ესე ცხოვრება. და მაგაში მე დარწმუნებული ვარ. არავინ არ მოუწოდებს, არავინ არაფერს არ აფინანსებს, ეს თავისით მოხდება, რაც მოხდება. ხალხი გამოვა. და ეს სერიოზული პროცესია და აქ პრობლემა რაშია, იცით, იმიტომ რომ ისეთ დღეშია საქართველოს დღეს, რო იძახიან, რომ დავაცადოთ, ვაცალოთ, რა დავაცადოთ. 1/3 საქართველოსი აღარ არის. რაც დარჩა შიგნით, ხო? ყველა სტრატეგიული ობიექტი უკვე წასული, აღარაფერი არ არის საქართველოში. ერთადერთი შანსია, რომ შეიძლება თეორიულად რამე დავიბრუნოთ. რა დავაცადოთ, რომ კიდე დაგუცმაცდეს საქართველო და კიდე გაყიდონ ის რისი გაყიდვა ვერ მოასწრეს. მე ამაზეა ლაპარაკი თურმე. თქვენ ხო არ აპირებთ ჩამოსვლას ბატონო ლევან ამ საპროტესტო ტალღის აგორების პარალელურად რასაკვირველია ჩნდება ყოველთვის ასეთი შეკითხვა, როდესაც თქვათ იგივე ვენაში სულ ცოტა ხნის წინ ქართველები ისხდნენ და მსჯელობდნენ საომავლო პოლიტიკურ მოწყობაზე, ბუნებრივია ეს კითხვა არის ძალიან საინტერესო. მაშინ ჯერ გეტყვით რაზე ვლაპარაკობდით იქ კიდე. იქ შეიკრიფნენ ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს გარეთ. მათ შორის იყო, ხშირად ახსენებდნენ ამ სახელს, ეს არის ალექსანდრ ებრალიძე, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ბიზნესმენია. აი მაგკაცის განწყობას გეტყვით რა საერთოდ რატოა და რატო ჩაება თქვათ ესეთ პროცესებში. მაგრამ 15 წლის ასაკში დატოვა საქართველო. და ნამდვილად არ იყო ინტეგრირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებში, არც ბიზნესში და არც არაფერში, მაგრამ მაგი და სხვა მრავალი იდენტიფიცირებას თავისას აკეთებს ქართულ ნაციასთან. და ანუ მოხდება მათი მხრიდან რესურსის ჩადება, ბატონო ლევან, მოდი დავაკონკრეტოთ პოლიტიკური პროცესებისთვის საჭირო ფული თუ შეიძლება, დიახ. არა, პოლიტიკური პროცესები ეს სხვა საკითხია. დღეს ნაცია დგას საშიშროების წინ. დღეს როცა თქვენთან არაჩვენებენ იმ კადრებს, აქ ევროპაში სულ ატრიალებენ გაქცეულ პრეზიდენტს, ხო, გაქცეულ პრეზიდენტს, შეშინებული სახით რო დაეხეთქება მიწაზე და დაცვა რო დააწვება ზევიდან. გწვენია ჩვენ ქართველებს ამისი აქ. ყველა ქართველს ცხენია. და ეს ქართველები, ვინ საუბრად ცხოვრობდნენ და არ ეხებოდნენ, ამათ უკვე შელახული აქვთ ყველაფერი. ამათმა გადმოიტანეს თვითონ რა ტიპებიც არიან, რა ლაჩრებიც არიან. ეს ხასიათი მიაბეს სახელმწიფოს და უკვე სახელმწიფო ჩანს ესე, აი იმ სილაჩრეთი რა ლაჩრები არიან თვითონ. კარგით. ამან გააღვიძა უამრავი ქართველი. უამრავი ქართველი. მიდის სამზადისი, გააღვიძა უამრავი ქართველი და რა იქნება შემდეგ? გაღვიძებული უამრავი ქართველი. დიახ. ხო, შეიქმნა კონგრესი. შეიქმნა ევროპაში, დარეგისტრირებულია ავსტრიაში და ამ კონგრესში მოგროვდება სერიოზული კაპიტალი. მაგრამ მე გაძლევთ სიტყვას, იქნება მარტო ქართული კაპიტალი. უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ბიზნესმენები, ძალიან სერიოზულები, ალბათ ცოტა ხანში დაემატება ან მემექნება უფლება და მაგათ სახელს დავასახელებ, ქმნიან ძალიან სერიოზულ ფინანსურ ფონდს. რისთვის? თუ შეიძლება ეს მაინტერესებს. პირველი იმისთვის, რომ ქართული იდეა ამოიწიოს წინ. ინგა დღეს ევროპაში ზის ციხეებში ქართველები ზუსტად იმდენი, რამდენი ზიან საქართველოში. წარმოვიდგენიათ რა ციფრია? გასაგებია. 20-25,000 კაცის ციხეში. იცით რატო? ჩამოდიან და ბარდებიან. რო საჭმელი ჭამო. მაგას არავინ არ აჩვენებს აგ რა ხდება. ეს არის დიდი უბედურება რა. ნაცია მართლა გაწყვეტის პირას არის. და ეს კაპიტალი რისთვის ბატონო ლევან კონკრეტულად მიპასუხეთ? კაპიტალს აქვს ორი მიმართულება, რითიც დაიხარჯება ეს კაპიტალი. პირველი, ეს არის ქართველების ხელშეწყობა. საზღვარგარეთ. ეს არის მათი გაერთიანება და მათი დასაქმება. და კაპიტალი სერიოზული ამას მოახერხებს. მეორე, ეს კაპიტალი არის განთავისუფლებული სააკაშვილის ზეწოლისგან. ქართული ბიზნესი ვერ აფინანსებს თავისუფალ აზრს.
ქართულ ბიზნესს დღეს საქართველოში შეუძლია დააფინანსოს მარტო ხელისუფლება. თორე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან. ამიტომ არიან ქართველები, რომლებიც ამას დააფინანსებენ ქართულ თავისუფალ აზრს. გასაგებია. მეტი არაფრისთვის არ არის მიმართული ეს კაპიტალი. ძალიან დიდი მადლობა. ნუეცდება რომ დიდი მადლობა და მე მინდა ბოლო შეკითხვა დაგისვათ მეწეღან კითხეთ რას ეტყოდით თქო ეხლა პირდაპირ ეთერში ლევან პირველი მიხეილ სააკაშვილს თუ შეიძლება ეს არის ჩემი ბოლო შეკითხვა ჩვენი დრო ამოიწურა მე ვნახე ამ ვენის შეკრებით ორი გაღიზიანებული ადამიანი ძალიან გაღიზიანებული ადამიანი ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ ხუბუტია ეს ორი კაცი გაღიზიანდა. ერთი რატო არ ხდება ეს რუსეთში და მეორე რატო არ ხდება ეს საქართველოში. ან რატო არ არის იმის კონტროლის ქვეშ, ან ამის კონტროლის ქვეშ. ეს არ მეტყველებს რაღაცაზე? რაზე? ეს მინიმუმ მეტყველებს იმაზე, რომ ეს რაც შეიქმნა ვენაში, არის გამოსული ამათი კრემლის კონტროლის ქვეშიდან არის გამოსული და სააკაშვილის კონტროლის ქვეშიდან არის გამოსული. გასაგებია. და ეს უნდა გავაკეთო და მიხეილ სააკაშვილს ვეტყვი ერთ რამეს. რომ ნაციას გააჩნია იმუნიტეტი. ამ იმუნიტეტს ჩვენ გამოვიყენებთ და ჩვენ გადავარჩენთ ქართულ ნაციას და ქართულ სახელმწიფოს. მაინც არ ამასთან ერთად მზად ვართ. აჰა. მეტი რა ვთქვა? არა, მაინც არ მითხარით ხო ხო არ ჩამოდიხარ 9 აპრილს, მე უნდა დაგემშვიდობოთ. მე წინასწარ არ ვიტყვი განცხადებას, როდის ჩამოვდივარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ემიგრაციაში ყოფნას და ჩემი მიზანია საქართველოში ცხოვრება. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა გთხოვოთ, თუ თქვენ გადაწყვეტთ, თქვა დაასახელოთ ის ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ უცხოეთში და თქვენ ამბობთ, რომ ისინი არიან მზად ჩადონ კაპიტალი, რომ ეს მოხდეს ჩვენს გადაცემაში. აქვე ექსკლუზივი უნდა შევიპირო. მე გპირდებით თქვენ ძალიან ახლო მომავალში ეგეთი შეკრება შედგება. დიახ. უფრო მრავალრიცხოვანი საქართველოსდანაც და უცხოური ქართველებიდან, სხვათაშორის ნაკლებად რუსეთიდან, მეტი უფრო გერმანია, შვეიცარია და ასე შემდეგ. სად? ამას წვითავთ ევროპაში. დიახ. და პირადად თქვენ დაგპატიჟებთ და იმ გადამღებ ჯგუფს, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ. ძალიან დიდი მადლობა. მე სიამოვნებით გავაშუქებდი და გავარკვევდი რა კაპიტალზე არის საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან. წარმატებებს გისურვებ. ნახვამდის. მაშასე ეს იყო ლევან პირველი, თქვენ მოусმინეთ მას პირდაპირ ეთერში. ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა ირაკლი ალასანიას მიერ სწორედ პრეზიდენტის სახელზე გავრცელებული მიმართვაც იყო. ამ თემასთანაა სწორედ ეს თემა ინფორმაცია კავშირში. ალასანია მიმართავს პრეზიდენტს უახლოეს დღეებში საზოგადოებას აცნობოს ის ფაქტები, რომლებზეც დაყრდნობითაც ხელისუფლების მხრიდან კეთდება განცხადებები რუსეთიდან მართული თუ დაფინანსებული პოლიტიკური ძალებისა და მასშტაბური არეულობის გეგმის შესახებ. ალასანია კონკრეტული პირების და ფაქტების დასახელებას მოითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით რომ ესა ხელისუფლების უსაფუძვლო PR კამპანია რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დაშინებასა და პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას აცხადებს იგი რას პასუხობს ხელისუფლება ამ განცხადებას და მართლა ეგულება თუ არა ოპოზიციის შიგნით რუსეთიდან მართული პოლიტიკოსები სააკაშვილის გუნდს დღევანდელ გადაცემაში წარმოადგენს ნუბზარ ციკლაური 7 ნოემბრის შემდეგ ჩვენ ბევრი განცხადება და ჩანაწერი გვასმენინეს რუსეთიდან მართვასა და კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თუმცა დღემდე არც ერთი მათგანი არ დაუკავებია და პასუხისგებაში არ მიუციათ, რაც თავისთავად ოპოზიციას უჩენს ევს, რომ მთელი იმ ჩანაწერების გამოქვეყნება მხოლოდ და მხოლოდ ნოემბრის ოპოზიციური მუხტის ჩასაქრობად იყო დაგეგმილი. რას იტყვის ახლა ბატონი ნუგზარი, ყავს დღეს ოპოზიციაში კრემლთან შეკრულები თუ არა, მე მას მივესალმები. ბატონ ნუგზარ, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში, გთხოვ დაბრძანდეთ. პრინციპში თემების ჩამონათვალი უკვე გაკეთებულია, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ახლა უსმენთ ლევან პირველს და თქვენ მოისმინეთ მისი კომენტარები პრეზიდენტის განცხადებაზე ამ თემის კვალდაკვალ. ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება, რატომ არდებს ხელისუფლება კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ სიას, ვინ არის შეკრული რუსეთთან, როდესაც მუდმივად ჩვენ გვესმისო განცხადებები იმაზე, რომ აი რუსეთს აწყობს აქ არეულობა, რუსეთიდან ფინანსდებიან სხვა პოლიტიკური ძალები. რატომ არიდება ეს სია? მიუხედავად კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. მიუხედავად იმ დინამიზმისა, რაც ამ გადაცემას აქვს, არანაკლებ დინამიურ თემას, დღეს ქართველებმა დაამარცხეს რუსები მოგეხსენებათ რაგვიში და ეგეთ დაძაბული თამაში მე მგონი საერთოდ არ მიყურებია. ფიქრობ რომ
თავარი ლოზუნგი ჩვენი ძალა ერთობაში არის, აი ამ თამაშთან დაკავშირებითაც ხელისუფლება დაიბრალოს. არა, ნამდვილად არ უბრალოდ ეს არის ყველას გამარჯვება. ცხადია და როცა ვამბობ ძალა ერთობაშია, ვამბობთ არა იმას, რომ ძალა ხელისუფლების ერთობაშია მხოლოდ, არამედ ძალა არის ყველა ქართველის ერთობაში და მინდა მთელ საქართველოს მიულოცო ეს მე შემოგიერთებით მოდით ამ მოლოცვაში ძალიან ისეთია დაძაბულია ეთერი, მაგრამ ეს არის ნამდვილად ის ფაქტი, რომელიც სიამოვნებით უნდა აღინიშნოს. მეც ულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას, ეხლა კი კონკრეტული პასუხი კონკრეტულ შეკითხვაზე თუ შეიძლება. რატომ არ იდება ადამიანთა სია, რომლებიც ვთქვათ ხელისუფლების განცხადებით მუშაობენ რუსეთზე? უპირველესად უნდა ვთქვა, მე უსმენდი, ნაწილობრივ უსმენდი ბატონი ლევან პირველის გამოსვლას. ნუ რაღაც მცირე ნაწილი ვერ მოვისმინე მართალია, მაგრამ ეს უნდა ითქვას ცალსახად, რომ ლევან პირველი არის სიმბოლო იმ დროის და განსახიერება, გნებავთ პერსონიფიცირება ერთ-ერთი პერსონა იმ დროის, როდესაც ადამიანების სიმდიდრის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა სხვა მოქალაქეებისათვის წართმეული ფული. აი ამ დროის სიმბოლო არის ლევან პირველი და ის, რაც პრეზიდენტმა თქვა თავის გამოსვლაში, რომ მისი სიმდიდრე მოპოვებული არის ჩაბნელებული ქალაქების, დანგრეული ქუჩების ხარჯ, ეს მართლაც ესე არის. კი, მაგრამ ის რომ ეხლა აქიჟდეს თქვენს პირდაპირ გეტყოდათ, ამ ხელისუფლების სიმბოლო კი არისო უამრავი წართმეული ბიზნესი, წილები, დანგრეული ქონება და ასე შემდეგ. მან თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახის ჯიბეში მიდისო კონკრეტული ფული. დიახ, სწორედ ასე თქვა, შემდეგ თქვენ გკითხეთ მას, შეგიძლიათ თუ არა მეტი კონკრეტიზაცია, რაც მან ვერ მოახერხა და ეს კიდევ ერთი დასტური არის, ვფიქრობ, ჩემი სიტყვების. აი ესეთი ხალხი იყო მაშინ ხელისუფლების სათავეში. ეხლა არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი არის ვისაუბროთ იმ ძალიან ცინიკურ სქემაზე, როგორიცაც შოულობდნენ ფულს, ეს იყო ასე, რომ იღებდნენ ბანკს რომელიმე ფულს რომელიმე დასავლური ბანკიდან, ვითომ მაზუთის შესასყიდად, შემდეგ გამოიმუშავებდა ჩვენი სრესი ელექტროენერგიას, ამას ყიდიდნენ თურქეთში, ხოლო თელასი აფორმებდა თითქოს ამადამ საათის რაღაც პერიოდში რომელიმე თბილისის უბანს ან საქართველოს რომელიმე ქალაქს მიეწოდებოდა ელექტროენერგია. აი ესე დაგროვდა, თქვენ კითხეთ მას, მას საიდან დაგიგროვდა თუ ეს ფული და რასაც ასევე ამ კაცმა არის და პასუხი. მაგრამ ერთი რამ არის, რაც თქვენი შეკითხვის ერთგვარი პასუხიც არის და ესეც ლევან პირველის ბაგეთაგან გაჟღერდა. კერძოდ კი ეს გახლავთ ის, რომ მან პრაქტიკულად დღეს თქვენს პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ დიახ არის კაპიტალი და დიახ ეს კაპიტალი მიმართული იქნება გარკვეული მიმართულებით. მაგრამ ეს კაპიტალი არისო ქართველი ბიზნესმენების, რომლებსაც აქვთ ღირსება შელახული იმ ყოველფრის გამო, რაც ხდება ქვეყანაში. სწორედ ახლა მივადექით იმ თავარ თემას, სწორედ ეს ხალხი იყო შეკრებილი ვენაში, ყველანაირად სცადა საერთოდ ძალიან საწყალობელი არის თვით რენეგატიც კი, როდესაც ესეთი უსუსურია, ყველანაირად სცადა, რომ ბადრი მელაძე, ხომერიკი და კიდე ის რამდენიმე ადამიანი დაეკავშირებინა ეროვნულ მოძრაობასთან, დაეკავშირებინა მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან, მაგრამ სინამდვილეში ბადრი მელაძე და ხომერიკი არიან ადამიანები, რომლებიც ჩარშან აგვისტოს ომის შემდეგ, აგვისტოს დაბომბების შემდეგ და ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების შემდეგ შეხვდნენ მედვედევს და პუტინს. და სწორედ აი ამ შეხვედრაზე გადაუხადეს მადლობა მათ იმ პოზიციისათვის, რა პოზიციას მათ აქვს კავკასიასთან და კერძოდ საქართველოსთან მიმართებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გამოაგზავნეს ომის შემდეგ წერილი მისწერეს ოს ხალხს და ხარდაჭერის წერილი იყო ეს წერილი და უთხრეს, რომ თქვენ რუსეთმა მოახერხა და დაგიცვათ ქართველი კაციჭამია ფაშისტის სააკაშვილისაგან. ეს ხალხია, რომელიც ჩვენი დაბომბების შემდეგ უხდიდა მადლობას ჩვენს დამბომბველებს. ანუ რომ დავაკონკრეტოთ, ბატონო გზარ, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხალხი არის ოპოზიციაში, გულისხმობთ მათ და არა იმ ოპოზიციას, რომელიც ეხლა აპირებს საპროტესტო ტალღის აგორებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. დავაკონკრეტოთ თუ შეიძლება. იცით რა, მე ვერ დავაკონკრეტებ ეხლა ამას, ნამდვილად მე პირადად არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ვინმე იღებს თუ არა კონკრეტულად რაღაც თანხას და თან მოგეხსენებათ, რომ ეს რომ ძიცოდე რაღაცნაირად ყურმოყვრითაც, ხო ამის დამადასტურებლად კიდე რაღაც სხვა საბუთები იყვნენ. ადამიანმა ვინც გააკეთა ამის შესახებ განცხადება, ვფიქრობ უფრო მეტი იცის, ვიდრე მე ამასთან დაკავშირებით და ეს კითხვაც მის მიმართ არის და არა ჩემს მიმართ. თავარი არის ანუ თქვენ არ გაქვთ ასეთი ინფორმაცია, დიახ. თავარია ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ იმ ვენის კონგრესზე მონაწილეობდნენ ადამიანები, მოსკოვში მცხოვრები ქართველი რენეგატები,
რომლებიც მადლობას უხდიდნენ პუტინს და მედვედევს საქართველოს დაბომბვისათვის და საქართველოს მოსახლეობის გაჟლეტისათვის. აი ამ ადამიანებთან ერთად მიდიოდა ეს კონგრესი და ამიტომ თლიანობაში ეს კონგრესიც გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, კიდევ იყო ახალი კოლაბორაციონისტების რეკრუტირების, მათი დაქირავების ასპარეზი და კიდევ იყო, რა თქმა უნდა, ქართული დიასპორის დეზორგანიზაციის და გახლეჩის ცდილობა. ამის შესახებ მე როგორც ამ შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელს მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ისინი ცდილობენ, რომ ქართულ დიასპორაში და ეს არის ის ქართული დიასპორა, რომელიც გასულ წელს მთელი ევროპის მასშტაბით და ასეთი ორგანიზება და ასეთი ერთსულოვნება და ასეთი სულისკვეთება საერთოდ არასდროს ქართულ დიასპორაში გარწმუნებთ არ ყოფილა, არც ისტორიულ დიასპორაში ჩვენში და არც კიდე იმ ხალხში, რომლებიც 90-იანი წლების შემდეგ წავიდნენ საქართველოსთან. და ეს არის ხალხი, რომლებიც გამოდიოდნენ ერთსულოვნად ქართული სახელმწიფოს იდეის მხარდასაჭერად, საქართველოს დასახმარებლად და აი სწორედ ადამიანები, რომლებიც პირიქით გამოდიოდნენ, პირიქით ხარს უჭერდნენ ჩვენ დამბომბველებს, ეხლა ცდილობენ ათასნაირი მაქინაციებით შეიტანონ დეზორგანიზაცია ჩვენი დიასპორის ცდილობებში და საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც ეხლა ევროპაში ცხოვრობს და ვინც წარმოადგენს ჩვენ დიასპორას. საბედნიერო ჩვენი დიასპორა წარმოადგენს არამხოლოდ ქართულ კულტურას, არამხოლოდ ქართულ ისტორიას, მხოლოდ ამის წარმომადგენელი აღარ არის, როგორც მრავალი წლის განმავლობაში იყო. ეს არის კიდევ თუ გნებავთ ძალიან ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, ძალიან ორგანიზებული პატრიოტული ძალა, რომელიც საქართველოს იმედად და მწეთყავს დასავლეთ ევროპაში და აგრეთვე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ თქვათ ერთ კონკრეტულ შეკრებაზე და დღევანდელი გადაცემის თემას მინდა ასევე ერთ-ერთ მთავარ თემას მიუბრუნდე. როგორი განწყობა აქვს ხელისუფლებას? ძალიან ცოტა დრო რჩება 9 აპრილამდე, როდესაც თქვენ ისმენთ განცხადებას, რომ ეს იქნება ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი 9 აპრილი. რას პასუხობს ხელისუფლება? დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეში არჩევნები არ ჩატარდება. ამას ამბობს პრეზიდენტი, ამას ამბობს ყველა მისი გუნდის წევრი, ოპოზიცია საპირისპიროს. რა განწყობაა თქვენში? განწყობა ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მე პირადად იმ მოვლენებს, რაც ხდება საქართველოში, მთელი ხელისუფლება, უკლებლივ ყველა წევრი. განწყობა არის ძალიან სერიოზული და განწყობა არის უთავრესად გამოხატული ჩვენს მთავარ მესიჯში, რომ საქართველოს ხელისუფლება გახსნილი იყოს ნებისმიერი სახის დიალოგისათვის ოპოზიციის. მიდის რაიმე სახის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ეხლა მიდის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, მათ შორის NDI-ის მონაწილეობით მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსზე მუშაობა, იწყება ამ კოდექსზე მუშაობა. მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების, ეს არის ძირითადად sapარლამენტო ოპოზიცია, შეუერთდნენ ამ პროცესს და ხელისუფლება არის მზად, რომ მიიღოს ის პარტიებიც აი ამ რიგებში, აი ამ საკითხებზე განხილვის მონაწილეთა რიგებში, რომელთაც ამის სურვილი. მაგრამ ხელისუფლება არის მზად, ამბობთ თქვენ და ხელისუფლება ასევე ხომ არ გამოიყურება, რომ არის შეშინებულიც. მოდი პირდაპირ ვიტყვი ბატონო ნუგზარ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ინტენსიურად ხელისუფლების ესა თუ ის მაღალჩინოსანი, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს, მაგალითად ადამიანები, რომლებსაც ეძახდნენ ჩარეცხილებს, რომლებიც აი პირდაპირ პოლიციური ძალით გაყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჩვენ ალბათ გვექნება საშუალება მაყურებელმა კიდევ ერთხელ ნახოს ეს კადრები. შემდეგ ეხლა აი ამ აპრილის წინ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდებიან მათ ხელისუფლების მაღალი პირები და ეფერებიან პროფესორებს, იქით ჩარეცხილებს, რომლებსაც ეძახდნენ ადამიანებს. ეს ყველაფერი იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ არის შიში ხელისუფლების დაკარგვისა და ხალხი, რომელიც ადრე იყვნენ იქით ამ მხარეს გადაყრილები, მაპატიონ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ასე ხდებოდა, დღეს უკვე სასურველი პარტნიორები ხდებიან, რა სიტყვით? არა, რა თქმა უნდა, შიში არ არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჩვენთვის გამონათქვამი არის შიში ვერ იხსნის სიკვდილსა ცუდია დაღრეჯილობა. არა, შიში რა თქმა უნდა არ არის, მე თქვენ მოგახსენეთ, რაც არის განწყობა, გამოხატული, ეს არის სიფრთხილე, სერიოზულობა და ძალიან ყურადღებით ახსავსეთ დაკვირვება იმ მოვლენებზე, რაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ხდება. რაც შეეხება ახლა არ ვიცი, აჩვენებენ თუ არა უნივერსიტეტის კადრებს მართალია ეს ზუსტად ის კადრები, როგორ გაყარეს ღვაწლმოსილი ადამიანები უნივერსიტეტიდან. აი ეს კადრები ზუსტად არის რექტორის მისაღებში. აი ეს კადრი ზუსტად არის რექტორის მისაღებში და იქ არიან შევარდნილები, უნებართოთ აი ეს ადამიანები. აი ეს ნამდვილად იყო პრობლემა, მე როდესაც დავიწყე უკვე უნივერსიტეტის გამომცემლობაში მუშაობა, ბევრ ადამიანთან მქონია შეხება,
გამოვეცი იმ ადამიანების წიგნებით, მათ შორის, რომლებიც ამ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას და გარწმუნებთ, რომ არავითარი რაიმე სახის დევნა ან მათი შემოქმედების ძალიან ბევრი ადამიანი გაყარეს პირდაპირ მნიშვნელობით და თითქმის აღარავინ აღარ მოს თქვენ რომ ამბობთ რომ შევარდნილები არიან თქვათ იგივე რექტორის მისაღებში მე ამ შეკითხვებს ჩასაფრებული პოზიციიდან არ გისვამთ უბრალოდ გაჩნდა ასეთი კითხვა ხომ არ შეშინდა ხელისუფლება და დღეს ის ადამიანები ვინც იყვნენ მათთვის ჩარეცხილები უცბად გახდნენ სასურველი პარტნიორები აი გავიხსენოთ იგივე ბაქრაძე და ნიკარურუა კულტურის მინისტრი როგორ ხდებოდნენ იმ დღეს ამ ხალხს უნივერსიტეტში მისული დათო ბაქრაძე, ანუ შიშის მომენტი ხომ არ არის როგორც ასეთი? მე არ ვიცი არსებობს თუ არა სია, თქვენ ისე ამბობთ ჩარეცხილებიო, თითქოს რაღაცა ნუმერაციით არსებობდეს ასეთი სია, მე ვერ გეტყვით ასეთი სია. მე მქონდა ასეთი გადაცემა, რომელსაც შემდეგ მოყვა პრეზიდენტის შეფასება ჩარეცხილებს და ჩამოგითვლით იმ ადამიანებს. მე მახსოვს რა დროსაც იქნა გამოყენებული ეს ტერმინი და ნამდვილად არ იყო მიმართული ყველა იმ ადამიანისაკენ, რომელიც ან ჩვენ კულტურის სფეროში მოღვაწეობს, ან კიდე სხვა რომელიმე სფეროში. ეს იყო ძალიან კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული მიმართვა. მე არ ვიცი ახლა და თვითონ პრეზიდენტი გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას თუ შემდგომში მოისურვებს რამდენად ყველაზე ეფექტურ გამონათქვამათვლის თავისა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ვის მიმართაც იყო მიმართული, რომლებიც ამბობდნენ, რომ კრიმინალური ქაოსი შეიძლება დაბრუნდეს ქვეყანაში და მასობრივად იყოს ქუჩებში დაჭრები და მე და სკოლებში, როდესაც მიმდინარეობდა მოსწავლეების მიერ ერთი მეორის დაჭრა, ლამის ყოველდღე მესმოდა ესეთი ამბები. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება და მით უმეტეს განათლებული საზოგადოება და ინტელიგენცია წოდებული საზოგადოება უნდა იყოს უპირველესი და ყველაზე შეუპოვარი. აი ასეთი საკითხების კომენტირება. მოდით მე არ მინდა მაინც და მაინც ამ თემაზე რომ დავკონკრეტეთ, მაგრამ ძალიან კარგი თუ კი ხვდებიან, მაგრამ ეს ხალხი დღეს გახდა სასურველი პარტნიორი და არ ყოფილა მანამდე. ერთი კითხვა მინდა დაუსვა მე ნუგზარ ციკლაურს, ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ახასიათებს ხოლმე გულწრფელობა. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ მოახლოებულ 9 აპრილზე და ქვეყანაში კითხვები ისმის მთელ რიგ სკანდალებთან დაკავშირებით, როგორ ხასიათზედგებით ხოლმე თქვენ? მაგალითად, როდესაც მიდის საუბარი პრეზიდენტსა და მის მასაჟისტ ქალზე, რომელსაც სპეციალურად თურმე გაუგზავნეს თვითმფრინავი, რომ იგი ჩამოსულიყო და პრეზიდენტისთვის მასაჟი გაეკეთებინა. როდესაც თქვენ იგებთ ასეთ ინფორმაციას, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ სანდრო გირგლიანის მკვლელები, ადამიანები, რომლებმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინეს. როგორ ხასიათზედგებით ხოლმე ბატონო ნუგზარ? არ შემედაოთ, ეს არის სალაპარაკო თემა ძალიან ბევრ ოჯახში დღეს და ალბათ თქვენც ბევრი ადამიანი დაგისვამდათ ამ კითხვებს. რა სიტყვით თქვენ? იცით რა, მე მაინც გალბატონინგა მე ვფიქრობ უფრო კორექტული იქნება, რომ ეს თემები გავყოთ ერთი მეორისგან, თუმცა ცალ-ცალკე ორივეზე გიპასუხებთ. ერთი თემა არის ეს მასაჟისტის, რომელიც არის აგრეთვე ყბადაღებულ სუშის თემასთან გადაბმული და მე ვფიქრობ, რომ აი ამგვარი სიმდაბლე, როგორც ამ შემთხვევაში გამოიჩინეს რიგმა წარმომადგენლებმა ჩვენი საზოგადოების, ხო? გაუგონარი არის. სუში უნდა ჭამოს პრეზიდენტმა, მაგრამ ის რაც გარეთ ხდებოდა, რატომ იყო სიმდაბლე? სუშიც უნდა ჭამოს პრეზიდენტმა, უნდა იაროს პარიკმახერთან, ისევე როგორც ყველა ადამიანმა, ორთოპედთან, მასაჟისტთან და და მასაჟისტის თვითმფრინავი უნდა გაგზავნოს ჩამოსაყვანად. მე მინდა გაგახსენოთ, მე სხვა შორის არ ვფლობ ეს ინფორმაციას და არ ამგონია, რომ ეს სიმართლე შეეფერებოდეს. მაგრამ აქ თავარი არის, რომ საქართველოში იყო ერთი პერიოდი დაახლოებით 100 წლის წინ, როდესაც ილია ჭავჭავაძეს პალტოს გულისათვის, ახალი პალტოს გულისათვის დევნიდა ლამის მთელი ისე რა ვქვია, პრესა. იყო ასეთი გაზეთები საქართველოში დევნიდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 15 წლის წინ ორი ნახმარი მერსედესისათვის როგორ ისე რა ვქვია, აღმოხდა რაღაც ზნეობრივი ყიჟინა მთელ ზნეობრივი თუ არაზნეობრივი მთელ ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ის რომ გასტრონომიამდე მისულიყვნენ, ხო? ნუ ამის პრეცედენტი ნამდვილად არ ყოფილა და მე მინდა მიულოცო იმ ადამიანებს, ვინც სხვა შორის ვინც იქ აქციას აწყობდა, სხვა შორის რახან ესეთი ინტერესი არსებობს. აი იმ დღეს პრეზიდენტის შეხვედრა იყო, იქ კიდევ 3 ადამიანი და მათ შორის ერთი იყო ძალიან ცნობილი ჰიპი, ესე ჰიპი კი არა, ეს ჰიპი ბავშვთა კვების ძალიან დიდი მაგნატი. მე ვიფიქრე რომ ეხლა ახალ სკანდალს ხედავდით მასაჟისტის და სუშის შემდეგ ჰიპთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მაგნატი, რომელმაც თქვა, რომ ამ შემოდგომაზე საქართველოში მოწეული მსხლის და ვაშლის, ხილის თელ მოსავალს შეიძენს მისი კომპანია. და როდესაც აი ესეთი რამ ხდება გარეთ ამ დროს, ხომ? ეს ჩემთვის როგორც ადამიანისათვის, განა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისათვის, ან და ამ სფეროში
საქმიანობის გამწევი კაცი, როგორც ადამიანისათვის ეს არის ჩემთვის სრულიად აუხსნელი და სრულიად გაუგებარი. მით უმეტეს რომ არასოდეს არ დაუკვირვები ვარ ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების არც კოსტიუმებს, არც ქუდებს და არც კიდე მეც გეტყვით ბატონო გზარ, მე შევესწარი ამ ფაქტს ბარნოვზე, სრულიად შემთხვევით მოვხდი. მე იმან შეიძლება არ გამაკვირვა, პრეზიდენტმა სუშიც უნდა ჭამოს, ადრეც თქვი ეს და ყავაც უნდა დალიოს და ყველგან უნდა შევიდეს, მაგრამ იქ მე ვნახე იმდენი პოლიციელი, მომიტევეთ, მაგრამ 7 ნოემბერი გამახსენდა. ასეთი მობილიზება პოლიციელების, პატრულების, ყველა ეზოში იქვე მიმდებარე, რაც იყო ეზოები, მართლა გეუბნები, ჩემი თვალით ვნახე იყო უამრავი პატრული და შემდეგ ყველაზე ცუდი რაც მოხდა ტელევიზიებმა არ გააშუქეს ართული მაესტროს და კავკასიას. ანუ აი რაღაც ხელოვნური დაძაბვა სიტუაციის შესულიყო და ეჭამა რა საჭირო იყო ამდენი პატრული ვთქვათ. დაახლოებით მე როგორც ვიცი 50 თუ 70 ძალიან შიშზე გეკითხებით ძალიან აგრესიული ადამიანი რომელიც ყუროდა რა თქმა უნდა ასეთ დროს როდესაც ხდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ბლოკირებული არის ლამის ისე რა ქვია პრეზიდენტი მის სტუმრებთან ერთად რა თქმა უნდა ეს არის დაუშვებელი და ეს ასე უნდა იყოს თქვენ უკვე მეორეში შესახებ ხელისუფლების მე გარწმუნებთ რომ ბევრი სიყვარულსა არ მეთქათ კი არა მაგას არ გეტყვით მაშინ სხვას გეტყვით იგივე სახელი შიში არა არის სიყვარულსა თან ხოლო ჩვენ ახლა სიყვარული გვაქვს ჩვენი სამშობლოს შიშიც ნაკლებად არის ჩვენ შორის არ არის რა თქმა უნდა არავითარი შიში ხელისუფლებაში და თუ ну შეგვიძლია რახან თქვენ გსურთ რომ თუ არის რაიმე შიში ეს არის შიში იმისა რომ არ მოხდეს საქართველოში რაიმე სახით სტაბილურობის შერყევა აი ეს არის ჩემი ბოლო შეკითხვა ვიდრე ჩვენი დრო ამოიწურება რაც აუცილებლად შემდგომ როგორც ჩვენ ვიცით იწვევს კრიმინალურ ანარქიას რომელიც შემდეგ იწვევს სრულიად გაუთვლელ დაპირისპირებებს მე შეგნებულად ელოდებით რომ დესტაბილიზაცია მოხდება მე შეგნებულად წამოვიღე რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამონათქვამი და აი აქ არის ესეთი განცხადება ამ ხელისუფლებას განვიხილავთ როგორც მტერს შინაურ მტერს რომელიც საგარეო მტერზე უარესია ხოლო მტერს ისე უნდა მოექცე როგორც მტერს ან სხვა განცხადება რომ ნიუნბერგის პროცესზე უნდა წარდგენ რომ დიალოგს ვერ განვიხილავთ პოლიტიკური საქმიანობის საუკეთესო ფორმად მე მესმის უკვე რომ შეიძლება იყოს ჟურნალისტების დევნა პუბლიკაციებისა და სიუჟეტების გამო და განსაკუთრებით ეს გამოითქმება იმ ჟურნალისტების მიმართ რომელთა ნუ ეს სიუჟეტები მათ არ მოსწონთ მე უკვე მოვისმინე რომ სასამართლო გადაწყვეტილებების გამო შეიძლება მოხდეს მოსამართლეთა დევნა ეს მითიურ პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში ინერგება ქსენოფობია და ემუქრებიან ინვესტორებს სულ უფრო ხშირად მესმის რომ არაბი ინვესტორი ვიღაცა ჩინელი მოიყვანეს ვიღაცა ის აი ეს ისა რა ქვია სხვა ერებისადმი სიძულვილი რაც აგრეთვე არასდროს ძალიან ტოლერანტული ჩვენი ხალხისათვის არ იყო დამახასიათებელი და კიდევ გუშინ მოვისმინე რომ გეგმავენ პოლიტიკური ზოგიერთი პარტიის გაუქმებას მათ შორის ნაციონალური პარტიის გაუქმებას აი ეს არის გზა ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქ-შოუში თუმცა თვითონ არ ეძახიან მას პოლიტიკურ თოქ-შოუს ნერვებს გიშლით ხო ეს პოლიტიკური თოქ-შოუ როგორც თქვენ უცნობის საკანზეა თვალწების ძალიან ისეთი ბევრი ხუმრობის საგანი სხვა შორის ერთი ყველაზე საინტერესო რაც აღმოვაჩინე რომ უყურებს ყველა ხელისუფლება იმიტომ რომ ყველა კომენტარს აკეთებს აქედან გამომდინარე ჩვენმა ქვეყანამ დღეს იცით რომ ბრიუსელის კონფერენცია გაიმართა ალბათ გსმენიათ იმის შესახებაც რომ გამოვიდნენ რიჩარდ ჰოლბრუკი მაკკეინი და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა საქართველოს კურსის ხარდაჭერის და ჩვენი ტერიტორიული ურღვეობის დაცვის მუხლი და სწორედ ამ დროს დათესვა საქართველოში პრიმიტიული ანტიამერიკანიზმის რომელიც აი რაღაც ბოლშევიკური და პროლეტარული უტიფრობით ხორციელდება ხო ეს არის ის რაც ყველაზე ნაკლებად ჭირდება ჩვენ ქვეყანას ამიტომ თუ მაქვს შესაძლებლობა ახლა თუ სრულდება ჩვენი გადაცემა თუ მაქვს შესაძლებლობა რომ მივმართო ახლა ჩვენს საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ბევრ რამეს გაიგონებენ იმის შესახებ რომ ხელისუფლება რადგან უფრო ზომიერია თითქოს ეს არის შეშინებულის პოზიცია რახან არ ვილანძღებით არ ვიგინებით და ქვებს არ უსვით თითქოს ეს რაღაც სიმხდაზე მიუთითებს მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის ეს არის ოდენ სიფრთხილე იმის გამო რომ საქართველოში არ მოხდეს ჩვენ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ხოლო სხვა მხრივ 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ ხელისუფლება იქნება ძალიან მტკიცე და დაიცავს ყველა იმ მოქალაქის ინტერესს რომელიც დაინტერესებულია იმაში რომ მათმა ბავშვებმაც და მათმა შვილებმა არ გამოსცადონ ის კოშმარი
რომელიც ჩვენმა თაობამ გამოსცა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გზარ, ვიდრე გახვალთ უნდა დამი კონკრეტულად დაიცავს ყველას, რას ნიშნავს დაიცავში, რას გულისხმობთ. მე პირდაპირ გეკითხებით 7 ნოემბრის გამეორების საფრთხე არსებობს თუ არა. თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ კანონის ფარგლებში დაარქვა და დაარბიოთ. დაიცავს ყველას ნიშნავს რომ უპირველეს ყოვლისა დაიცავს იმ ადამიანების უფლებას, რომლებიც საპროტესტო აქციაზე გამოვლენ. უპირველეს ყოვლისა და უმეორეს ყოვლისა დაიცავს ყველა სხვა ადამიანის უფლებას, იმისა რომ არ იყოს იქ არავითარი არეულობა და ისეთმა ადამიანებმა და ისეთმა რენეგატებმა, როგორებიც არიან ხომერიკი და თქვენი პირველი სტუმარი, ხო, გვარადაც პირველი, ხო, ვერ მოახერხონ ჩვენ ქვეყანაში არეულობის შეტანა. ამას ნამდვილად პირდაპირ თქვენ თქვენ შემდეგ რო უნდა იყოს. ლევან გაჩეჩილაძე სამწუხაროდ არ ვიცნობ და რა ვიცი, მივესალმებით. დიდი მადლობა. ნახვამდის მაშაც ეს იყო ნუგზარ ციკლაური კამიკაძე ოპოზიცია რას პასუხობს 9 აპრილის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი დათო ბაქრაძის ამ შეფასებას. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ბრუნდებით. დღევანდელ გადაცემასა და ამ სტუდიას მთლიანად ჩემპიონატს ვუძღობთ. ყველაზე დიდი ჩემპიონატი. გამარჯობა ის რომ ღმერთო მოთხეშვილი მაჩქ. და ოჯახი, სადაც ყველა სპორტის ენაზე საუბრობს. რომელი სპორტით ახარ გატაცებული? ფეხბურთი. ჩოგბურთელი, შტანგისტი. მთელი ცხოვრების მიზანი? მთელი ცხოვრება ამას ველოდი რომ ეს медаლი ამეღოდა. რომელიც თან ერთი ჩვეულებრივი სათამაშოა. თვითონ ჩამოიკიდა და ეს ჩემიაო და იმის მერე თავის ამისია. სხვა გაგზებ უნდა დადგეთ და მოიტანოთ სახში ოქროები. აი ესე. მოდი ეს. მან შესახელაშო. ბრწყინვალე გამარჯობა და ისინი ვისაც ჩემპიონები ამ გამარჯვებას უძღვნიან. ინტუიცია, რომელმაც კონტინენტი გადაკვეთა. რო დამირეკა დაწების წინ, ხარი რომ ოლიმპიური ჩემპიონი ხარ არის ნერვიულობა. და ცოლის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გამარჯვებულისათვის. ცოტა უფრო ადრე უნდა დაბადებულიყო, სანამ მამამისი ოლიმპიური ჩემპიონი არ გახდა. მანამდე არ იკადრა. ოქროს медаლი ოქროს ბეჭდამდე. გამარჯვების მოლოდინში გადადებული ქორწინება. მე მოვიცალე სხვათაშორის მაგის. ეს არის ჩემი სიურპრიზად მოგიმზადეთ და ოლიმპიური ჩემპიონი რო გავხდები, ეს იქნება 3 წლის მერე. და 3 წლის მერე მე ვიქნები 28 წლის. ყველანაირი ტრამვა გავიწყდება, როცა გეხარ პლიტის თავზე და იზევიდან იყურები. ნახეთ პირველები. გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მათი გზები საბოლოოდ გაყოფილია, არანაირი მოლაპარაკება, არანაირი დიალოგი, მიშა უნდა წავიდეს. ასეთია ოპოზიციის ვერდიქტი. ჩვენ ვერ ჩაგვაჩოჩებთ! ვერა! კონკრეტულად როგორ და კონკრეტულად როდის აპირებს სააკაშვილის გაშვება სახში და მართლა იგეგმება თუ არა კვლავ მისი კანდიდატურის დაყენება საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ეს არჩევნები დაინიშნება, რა სიტყვის ახალ ინიციატივაზე საპარლამენტო მოდელის შესახებ, რა სიტყვის გამოცხადებულ და აქამდე გამოუცხადებელ საბრძოლო გეგმებზე და რა შეიძლება იყოს კომპრომისი, რომელზეც სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ოპოზიცია ხელისუფლებასთან წავა. დღეს პოლიტიკურ კვირაში მთავარ თემებზე პასუხებით მოусმინეთ ლევან გაჩეჩილაძეს. მაშასე ლევან გაჩეჩილაძე იქნება ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. გთხოვ დაბრძანდეთ. ამ ბოლო პერიოდში კულუარებიდან გამოდის ინფორმაცია, რომ თუ გადადგება სააკაშვილი და დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ოპოზიცია, რომელიც დღეს არის თქვენს გარშემო გაერთიანებული, საპრეზიდენტო კანდიდატურად დააყენებს კვლავ ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას. რა სიტყვით ამაზე? უკვე მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება? თავიდან იყო რომ თითქოს იყო ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქროაშვილი ამ შემდეგ ასე შემდეგ და აი ბოლო პერიოდში ძალიან დამაჯერებელი ინფორმაცია გაჩნდა რომ ეს ისევ თქვენ იქნებით.
თუ გადადგება რასაკვირველია. ჯერ ესეთი გადადგება აუცილებლად, არავითარი თუები აქ არ იქნება, იმიტომ რომ ეს ეჭირდება ჩვენ ქვეყანას. ეს ეჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეს ეჭირდება ჩვენს მომავალს. აი ესე გადადგება. ეხლა რაც შეეხება მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან ბევრი ვიფიქრე დღეს აქ რომ მოვედი, რა კონკრეტული მაგალითი მომეტანა საზოგადოებისთვის, რომ ეს პროცესები ყოფილიყო ძალიან ნათელი და გამჭვირვალე. რა პროცესზე გაგვწევთ? პროპაგანდა, რომელსაც აკეთებს, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ომი. რუსეთთანაც დაკავშირებით ოპოზიციასთანაც და ასე შემდეგ, ამა თუ იმ პიროვნებასთან ემსახურება ერთ თემას, როგორ გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სავარძელი. ამიტომაც მე ესეთი მაგალითით მოვედი, მართლა ბევრი ვიფიქრე, ჩვენი ქვეყანა გავს ახლა თვითმფრინავს, რომელსაც ძრავები აქვს გამორთული. ეს თვითმფრინავი არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრება, მთელი ქვეყანა შიგნიზის და თვითმფრინავი უნდა ჩავარდეს. მაგრამ იმ თვითმფრინავში ზის როგორც ესე იგი ჯანსაღი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ასევე არაჯანსაღი. თუ საზოგადოება როგორც არაჯანსაღი, ისევე ჯანსაღი კონსოლიდირებული იქნა, იქ არ იქნა პოლემიკა, იქნა მკაცრი დისციპლინა, იქნა უმთავრესად თავისი გადარჩენის სიყვარული, თვითმფრინავი პლანირების შედეგად შეიძლება დაჯდეს ან წყალზე, ან ხმელეთზე და ბევრჯერ, აი მაგალითად, ეხლაც გუძონზე გადარჩა ესე თვითმფრინავი, როცა ერთი სიმტკიცით იჯდა პილოტიდან დაწყებული ყველა. თუ იქ შიგნის საზოგადოება იქნა ისეთი, რომ ერთმანეთს კამათი დაუწყეს, სხვადასხვა თვითმფრინავის დავარდნამდე, სხვადასხვა თემებზე არ იქნა ერთსულოვნება, არ იქნა სიმტკიცე, მაშინ ეს თვითმფრინავი ჩავარდება, აფეთქდება და დაიღუპება. ვის ერთსულოვნებაზე საუბრობთ, ბატონო ლევან? მთელი საზოგადოების ერთსულოვნებაზე ლაპარაკობ, რა თქმა უნდა, საზოგადოება შედგება ჯანსაღი ნაწილისაგან და შედგება ამავდროულად არაჯანსაღი ნაწილისაგან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს, ბევრი სხვა ქვეყნები. არაჯანსაღი ნაწილი ვინ არის? აი, წეგან ჩვენ საუბრობდით ჩარეცხილებზე. ეხლა მე თქვენ გისვამთ არაჯანსაღი ნაწილი. ვინ არის ეხლა მეორე მხარეს არაჯანსაღი? არაჯანსაღი ნაწილი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დატოვონ სკამზე, საპრეზიდენტო სკამზე, აკეთებენ იმას, რომ ეს თვითმფრინავი აფეთქდეს. მაგალითს გეტყვით, თუ გნებავთ. კი ბატონო, მითხარ. როდესაც მე გადაცემა მქონდა პარასკევს და მოვიყვანე თავიდან ბოლომდე ამ პროპაგანდის შედეგი იმისა, რომ არ ეთქვათ, რომ ქართველი ჯარი გამოიქცა საომარი წერტილებიდან, თან ისე როგორც ისე არც რო უთხრეს, ისე რომელი სხვადასხვა სარდალი რასაკეთებდა, არავის ცენტრალიზებული შტაბი არ იყო, ბრძანება იყო. ამის შედეგად ხალხი დაიღუპენ ჯარისკაცები და დაიღუპა მშვიდობიანი მოქმედება. მე ამოვიღე კადრები, როდესაც 9 აგვისტოს, 8 აგვისტოს ადამიანები გამოდიან, ძალიან მაღალი ჩინოსნები და მათ შორის სააკაშვილი და იძახიან, რომ ცხინვალის რეგიონს ვაკონტროლებთ იმ დროს, როდესაც იქ ქართველები თუ ოსები თუ ქართველი ჯარისკაცები კვდებიან. ეს გადაცემას ვერ უყურებს ყველა მთელი საქართველო და ადამიანები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ დამიკონკრეტოთ, კიდე ერთხელ გაიმეოროთ იმ ადამიანების გარეთ. ეს არის, აი ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ, ნებით თუ უნებლიეთ, მოდი პირობითად ვთქვათ ნებით, თუმცა ამ ადამიანებს ახლა აშინებენ, რომ მოვა ოპოზიცია, ამას გიზამთ პატიოსან ისეთი მუქარები, რომ ბუნებრივად შეიძლება ჩვენ ყველა უნდა დავიწეროთ გავასამართლოთ. ნებისმიერი ქართველი თუ არაქართველი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც წინ დააყენებს მის ინტერესებზე, საქართველოს ინტერესებს, მას ექნება ჩემგან კონკრეტულად და მთელი ოპოზიციისგან კარდ ბლანში, ყველაფრისა იმისა, რომ მან ნორმალურ თავისუფალ გარემოში იცხოვროს, იმოღვაწეოს და იმუშაოს. წინ დაყენებაში რას გულისხმობთ? მაპატიეთ, მოდით მე შევეცდები, რომ რაღაც ერთგვარი ოპონირება გაგიწიოთ. რატომ გონია თქვენ, რომ სააკაშვილის მომხრეობა არის ქვეყნის ღალატი და ოპოზიციის მომხრეობა არის ქვეყნისთვის სასიკეთო და სასიკადულო? სააკაშვილის მომხრეობას მე არ უძახი დღეს ქვეყნის ღალატს. სააკაშვილის მომხრეობა არ არის ეს სააკაშვილის მომხრეობა, ეს არის მომხრეობა სააკაშვილის პრეზიდენტობის სკამისა. ამა თუ იმ ფორმით. მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ხალხმა გამიჯნოს ერთმანეთისგან სააკაშვილი და საქართველო. საქართველო და სააკაშვილი ჩვენ თუ ერთმანეთისგან ვერ გავმიჯნეთ, საქართველო დაიღუპება. დაიღუპება, ჩამოვარდება ის თვითმფრინავი. ამაში მეთანხმებით, ზოგადად ხელისუფლება და ქვეყანა არ არის ერთი და იგივე, მაგრამ ეხლა კონკრეტულად, რატომ?
ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი განათლება, ჩვენი ჯანდაცვა, ჩვენი მომავალი თაობები, ეს ყველაფერი ძალიან დიდი რისკის საქართველოს სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა აღარ არსებობს. სხვა ქვეყნებში, რუსეთში, ევროპაში, ამერიკაში წყდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, როგორი გეოპოლიტიკური მოდელი უნდა განვიხილოთ საქართველოზე. ამერიკელები თუ რუსი მაღალი ჩინოსნები აკეთებენ განცხადებას, იმ განცხადებას, რომელიც პირდაპირ ეხება საქართველოს შიდა და გარე საქმეებს. რას გულისხმობთ? გავიხსენოთ მაშინ გუშინდელი ლავროვის განცხადება, რა კომენტარს გააკეთებდით? მაშინ პირდაპირ გამოვიდა და თქვა ლავროვის განცხადება ისევ პროპაგანდისტულ ნაწილს უბრუნდები. იყო შემდეგნაირად წამოვიღე სიტყვა სიტყვით. ვისი პროპაგანდის ნაწილია? პროპაგანდის ნაწილია რუსეთის, რომელიც არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეში, მაგრამ ამას ცუდად იყენებს სააკაშვილი, იმიტომ რომ თავისი სკამი გადაარჩინოს და ოპოზიციას დააბრალოს, რომ ეს არის პრორუსი და პროპაგანდის და დააშინოს საზოგადოება. დღეს რას ემსახურება მთელი ეს პროპაგანდა, რომ 9 აპრილს ხალხი არ გამოვიდეს. მაგრამ გამორიცხულია, გუშინ თქვა ჩემმა ძმამ, ეს არის სტიქია. სტიქიის შეჩერება ლავროვს იმას რა ქვია მეტ ბრაიზას, რომელიც ისეთივე ჩარევით 2003 ვინ კითხავს, კაცო, მეტ ბრაიზას, მე ქართველი ხალხი როდის გადავწყვიტავ, ქართველი ხალხი არა მე, ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად. თუ არავინ არ კითხავს, რატომ ხდება მაშინ ოპოზიცია? აი ასეთ რამეზე თუ კი გიფიქრია, თუ არავინ არ ეკითხება, რატო უნდა შეუხდე, რატო უნდა ესე მივიყვანეთ საქმე. აქამდე მივიყვანეთ საქმე. ამას ნიშნავს სუვერენიტეტის დაკარგვა. შენ და შენს ხელისუფლებას არაფერს რო არ გეკითხებიან და ისეთ განცხადებებს აკეთებენ. ეს განცხადებები მე ამ ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილი ხდება. კი, მაგრამ ლავროვმა ხომ გააკეთა ეს განცხადება. ეხლა მოდით გავიაროთ თქვენ ჟურნალისტის განდებით. მე ჟურნალისტიკაში ცოტა გამოვშიშაკდი. აი, ასე პირდაპირ წერია რა თქვა. ისე იგი ჟურნალისტობა მაინც დაგვალებეთ თუ შეიძლება ამ პოლიტიკოსებმა. არა, ხუმრობ. მე ჟურნალისტობას დაგანებებ කියලා საერთოდ დაგანებებ თავს ძალიან მალე მე დაუბრუნდები ამ ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატის ამბავი მკითხეთ და იმიტომ მაგრამ ლევან გაჩეჩილაძის ფანების საყურადღებოდ ვიხუმრე. იმედი მაქვს საქართველოს ეყოლება პირველი პირი, რომელიც შეძლებს პატივისცეს საკუთარ ერს მეზობლებს და მოახერხებს ურთიერთობის გამოსწორებას რუსეთთან. აი ეს არის ლავროვის განცხადება. ნუ ამერე არის ნატო, ნუ ჩვეულებრივი ამბავი. ეხლა სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა ამაზე იტყვის, რომ ეს არის რუსეთი ეძებს დასაყრდენს, რღვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დაქუცმაცება. ოპოზიცია დაიწყებს თავის მართლებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბერკეტები ამისა არ გააჩნია. ეს არის პროპაგანდა. რომელი ოპოზიცია? ნებისმიერი ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც შეიკრა და კიდევ უფრო შეიკრება 9 აპრილის ირგვლივ. კიდევ უფრო შეიკრება სამოქალაქო პროტესტის ირგვლივ. კიდევ უფრო შეიკრება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ირგვლივ. მე თქვენ გეუბნებით, სააკაშვილი აღარ არის გადაწყვეტ უნარიანი. სააკაშვილმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მთელმა ქართველმა ერმა უკვე დავარტყით ცხვირი. ჩვენ არა გვაქვს სამართლებრივი შეგრძნება სამართალის, ჩვენ არა გვაქვს ბიზნესის შეგრძნება, ჩვენი ბიზნესი ხმას ვერ იღებს, უკვე ისეთ მდგომარეობაშია დაჩაგრული, ღირსება აყრილი მთელი საზოგადოება, ადამიანის უფლებათა დამცველის ბოლო ის აიკითხეთ, ადამიანის უფლებებში რა ხდება? სასამართლო ქვეყანას აღარ ჭირდება, პროკურატურა იჭერს, პროკურატურა უშვებს. ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, სტალინის პერიოდს სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, მაგრამ ბრეჟნევის პერიოდს მოვესწარი და მინახია როგორ იჭერს პროკურატურა და როგორ უშვებს ისევ პროკურატურა. ეს ხდება ეხლა. ეს მინახია გადაცემა ვრემია, რომელიც დღეს მთელი მეტი წილი მედია არის დაკავშირებული. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, გეფიცებით, მართლა გეუბნებით, არავის თმისღერი არ ჩამოვარდება. არც 9 აპრილს მითხარით მე მოვალ და ყველანაირ გაუგებრობას დაგილაგებ. საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება და გთხოვთ ერთი ადამიანის სკამს
ნუ გადააყოლებთ ჩვენს. კარგი, თქვენ ჟურნალისტების თემას შეეხეთ, მე სააკაშვილზე ისე უნდა დავსვა ერთი შეკითხვა, მაგრამ ვრცელდება ასეთი ინფორმაცია წინასწარ, მე მინდა რომ აი თქვენ წეღამ ძანეთ რომ ეს ემსახურება რომ შიში დათესონო, რომ ხალხი არ მივიდეს მიტინგზე. ასევე ვრცელდება ერთი ინფორმაცია, რომელიც ან უნდა უარყოთ, ან უნდა დაადასტუროთ ეთერში, რომ თითქოს 9 აპრილს იგეგმება ტელევიზიების პიკეტირება. ძალიან მძიმეა ბატონო ლევან ჟურნალისტებისთვის იმის მოსმენა, თქვათ როგორ აგინებენ, როგორ ლანძღავენ და როგორ ადანაშაულებენ მათ. მე გეუბნებით ამას ძალიან ბევრი ჩემი კოლეგისგან მოვისმინე. ისინი შესაძლებელია არ იყვნენ თქვენი მტრები, მაგრამ ავტომატურად განაწყოთ ამ განცხადებებით, ხომ მტრებად დაუშვათ. მართლა იგეგმება თუ არა ტელევიზიების პიკეტირება, რაღაც შეჭრა, შესაძლებელია ამასაც ხელისუფლება გივრცელებთ, იმიტომ რომ ჟურნალისტებიც დარაზმონ, თქვა თქვენს წინააღმდეგ, რა სიტყვით. ძალადობა არ იგეგმება. პიკეტირებას ვერ დავარქმევ ძალადობას. რა თქმა უნდა, მithქვია რომ საზოგადოება, ხალხი ვინც იქ გამოვა, არ უნდა უსმინოს ერთ და იგივეს, რასაც უსმენს წელიწად ნახევრის განმავლობაში. ხალხი უნდა იყოს თანამონაწილე საქართველოს მომავლისა. ხალხი უნდა იყოს თანამონაწილე ზეიმისა, სააკაშვილის მშვიდობიანად წასვლისა ამ ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, პიკეტი თუ არ იქნა, ხალხი თანამონაწილე ვერ იქნება. ანუ ტელევიზიების პიკეტირება იქნება, მაგრამ არ იქნება ძალადობა. არავითარი ძალადობა არ იქნება. ნუ ხო იცით პროვოკაციების ამბავი და ხა მერაბიშვილის და სააკაშვილის თავში მართალი რო გითხრა რა ტრიალებს მე ერთი ჟურნალისტი მოვიდა უცხოელი და ეგება მითხრათ რომ რა პროვოკაცია შეიძლება მოაწყონ სააკაშვილმა და არ არის ჩემი კომპეტენცია ეს ექიმების კომპეტენცია მე ამას ვერასდროს ვერ ვიტყვი აი ნამდვილად ვერ ვიტყვი რა ექიმები მე არ გყავთ გარშემო დათო საგანელიძისთვის ან გამყრელიძისთვის გეკითხათ ხო უნდა მიუშვან უნდა ადამიან პაციენტს თუ ხელი არ დაადე ისე ვერ გამოუტან რა ჭირს და როგორ ჭირს ხო ესე არის ხო თუ არ მოусმინე და ასე შემდეგ და მე ამას მართლანიშნის მოგებით არ ვიძახი ეს მართლა სერიოზული რამეა მაგრამ მინდა გავაფრთხილოთ თქვენი ეთერიდან ყველა პოლიციერი ყველა ძალოვანი ვინ დღეს დარბის და პატიოსან ბიჭებს და მეგობრობას, პატარ-პატარა მეგობრობას აწუხებს. ვაკის რაიონში, მთელ თბილისში, მთელ საქართველოში. ხდება? ჩემო კარგო, ძმებო, მოდით, დებო, მოდით. კი, ცოტა აშინებენ უცნობის კონცერტზე, აგერ შენი სურათები. ისა ყველაფერი, ხო იცი როგორც არის? აი სურათი გვაქვს შენი, იქ რა გინდა, კიდე გახვალ, დაგიჭერთ, ამას ჩაგიგდებთ, იმას ჩაგიგდებთ. ეს არის ბრძოლა სიმტკიცისა, ეს არის ბრძოლა გამძლეობისა. პატარა ბიჭებო, კაი კაცებო, კაი ქართველებო, თუ არა ქართველებო, მოდით ჩვენთან, მოდით ჩვენ სტაბებში, გვითხარით ჩვენ ეს ამბავი და ეს იქნება იმ წუთშივე ამოძირკული. ამ პოლიციელების, ამ უსუსური ხალხის, ამ ლაჭრების მოქმედება იქნება ჩვენის მხრიდან შეჩერებული. ჩვენ ბევრად უფრო მზათა ვართ, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს შარშანდელთან შედარებით. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა გკითხოთ. თქვენ ამბობთ, რომ აღარ არისო ეს კაცი პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არის ქვეყნის პირველი პირი, ფაქტია, რომ იგი დღეს იღებს გადაწყვეტილებებს, ფაქტია, რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, მაშინ როცა თქვენ ამბობთ, რომ არ აღიარებთ მის ლეგიტიმურობას, სახეზეა, თუ არ გადადგება. მე არ ვიცი რამდენჯერ მე რამდენად ვსვავ ამ კითხვას, მაგრამ ეხლა ვეკითხები იგივეს კიდევ ერთხელ ლევან გაჩეჩილაძეს. რას აპირებთ? სამოქალაქო დაუმორჩილებლობა რას გულისხმობს? სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გულისხმობს დაუმორჩილებლობას მისი სურვილების. ეხლა ჩვენ ქვეყანაში ხო კანონი არ მოქმედებს. ჩვენ ქვეყანაში 5 კაცი შეიკრიბება, რაღაცა სურვილი გაუჩნდება და მე ვიღაცებმა სამწუხაროდ ეს უნდა აღასრულონ. ხო იცით, არ იმიტომაც დაკარგა ინსტიტუტებმა თავისი ფუნქცია, დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა თუ მედიამ თუ ჟურნალისტებმა და ასე შემდეგ. აი ეს სურვილები არ იქნება ხალხის უმრავლესობის, ჯანსაღი საზოგადოების უმრავლესობის მიერ გაზიარებული და გამოხატული იქნება ამ სრულების წინააღმდეგ პროტესტი. იქნება ამა თუ იმ შენობის ბლოკირება, ამას კონკრეტულად 10 დღით ადრე ქალბატონო ინგა ვაანონსებთ თქვენ ეთერში, ჩვენ საჯაროდ გამოვაცხადებთ ჩვენი გეგმის მთავარ ასპექტებს. ანუ 9 აპრილამდე 10 დღით ადრე თქვენ დადებთ თქვენ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო გეგმას, რა იქნება 9 აპრილი, მოდი ესე შევთანხმდეთ საზოგადოებასთან ერთად, ეს არ არის ერთი დღე და რასაკვირველია 9 აპრილს, როდესაც გეკითხებით, მაგრამ აუცილებლად გულისხმობ აპრილის დღეებს, პროცესს, მაგრამ ერთში ნამდვილად ჩამოყალიბებული ვართ. არავინ სახში არ დაბრუნდება. სანამ სააკაშვილი არ გადადგება. სააკაშვილმა თამასა ისე მაღლა აწია რომ მიიღო პრაქტიკულად ტოლფასი ბრძოლა თავგანწირვისა და სიკვდილის სიცოცხლისა. და თქვენ რომ იდგეთ იქ ბატონ ლევან და ის რომ მაინც არ წავიდეს.
რას აპირებ? გამორიცხულია. როგორ არის გამორიცხული? გამორიცხულია, როდესაც ის დარჩება საქართველოსგან თუ მას გავმიჯნავთ ჩვენი დაუმორჩილებლობით, დამთავრებულია ის აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ერთი კითხვა მინდა დაგისვა. თქვათ გადადგა სააკაშვილი, ვის ატარებინებთ არჩევნებს? ისევ ამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იგივე იმ პოლიციურ სისტემას, რომელზეც არის საუბარი და სხვათა შორის, როდესაც თქვენ წახვედით საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ მთელი პრეტენზია იყო სწორედ, რომ აი პოლიციური არჩევნები იყო. ანუ ვინ იქნება, ვინ შეასრულებს პირველი პირის როლს? ანუ უცხადებ თუ არა ნდობას, თქვათ იგივე დათო ბაქრაძეს. აი ეს თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, რა ხდება? რატომ გაგიღიმოთ? წარმოგიდგენია სააკაშვილი რო გადადგეს და ბაქრაძე და მერაბიშვილი რო დარჩეს. საქართველოს პარლამენტში უხვად არიან ვიცე-სპიკერები, ვის თავზედაც მთელი ეს რევოლუციები გადასულა ეხლა. ანუ პატა დავითაია? იგი წერეთელი რა ვიცი, მაგრამ ამას მითხრა ადამიანი, რომელიც ყველა პროცესს და ყველა პროცედურას და ყველანაირ სიტუაციას ერგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ესე იქნება. არა, მართლა ვის გამოუცხადებ ნდობას, როგორ უნდა ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ გადადგომის შემთხვევაში რა იქნება ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს არჩევნებისთვის და შემდგომი სხვა სიკეთეებისთვის გადაიდგმება და ამასაც 9 აპრილამდე ადრე გაიგებს ჩვენი საზოგადოება. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რას აპირებს ოპოზიცია. აუცილებლად, მაგრამ რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ გიპასუხეთ, იმიტომ რომ ხო ვერ გიპასუხეთ, ფაქტია კითხვა დამისვით. მე მეგონა რომ გაეკეცით პასუხს. არა, ამ პასუხს არ გავეკეცი. იმ თვითმფრინავში ზის მთელი საზოგადოება. და საპრეზიდენტო კანდიდატურები არ არსებობს. აი მას თუ პლანერით ჩვენ დავსვამ ზღვაზე ისე რომ ყველა გადავრჩებით და დამთავრდება სააკაშვილი. მერე იყოს ჯანსაღი კამათი, გინდაც კონცეპტუალური. თქვენ იქნებით თუ არა ერთ-ერთი კანდიდატი, თუნდაც. მე დღეს ამაზე არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ. ერთადერთი რაზედაც მე ვფიქრობ, ეს იქნება როგორ მივაღწიოთ თავისუფალ არჩევნებამდე და რაც შეიძლება ნაკლები ხარკის ფასად გავუშვათ სააკაშვილი პოლიტიკურ საქმეში. დღეს არ ვფიქრობთ, მაგრამ შესაძლებელია თუ თქვა თქვენს გარშემო არსებული გაერთიანება დააყენებს ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას, დათანხმდეთ. არა, არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. ხო იცი, ინგა, მე არ მიყვარს ამის ლაპარაკი, ნამდვილად არა, იმიტომ რომ იმ თვითმფრინავში სიმტკიცე იყოს, არაფერს არ ვიტყვი დღეს. მაგრამ პირველი ვიქნები, როგორც კი მივახცევ თავისუფალ არჩევნებს, ჩემ აზრს ვიტყვი, მე ვიქნები, თუ არ ვიქნები, ვის უჭერ მხარს, თუ არ დაუჭერ მხარს, ისე მე ძალიან მსიამოვნებს, რო იცოდე, ხალხის გვერდზე დგომა. საერთოდ მსიამოვნებს და თანამდებობაზე წასვლა თავის ახაც ვირტუალური ფორმით რაღაცა ეტაპზე ხალხს გაშორებს და თუ შეიძლება რომ ხალხის და ძალიან მინდა ამის სურვილი მაქვს, რომ ბალანსი იყოს, ხელისუფლება იყოს ქვეშევრდომი ჩვენი საზოგადოების. ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი. ერთი კითხვა მინდა დაგისვა. თქვათ ძალიან დაიძაბა სიტუაცია და უცბად სააკაშვილმა გადმოაგდო იდეა საპარლამენტო არჩევნების დანიშნაზე. მე ამ შეკითხვას არ ვსვამ შემთხვევით. ჩვენ მოვისმინეთ იგივე ოპოზიციისგან, აკაკი ასათიანისგან და გიორგი თარგამაძისგან გახმოვანებული ინიციატივა საპარლამენტო რესპუბლიკის შესახებ. ამ შემთხვევაში როგორ იქცევა ოპოზიცია? ფაქტია ხომ რომ ქვეყანას დასჭირდება კომპრომისი. თუ კი ძალიან დაიძაბება სიტუაცია, ორივე მხარე იქნება იძულებული რაღაც კომპრომისამდე. ხედავ რა კაი მაგალითი მოვიგონე. ეხლაც იმ მაგალითს დავუბრუნდი. კიდევ თვითმფრინავი არა. აუცილებლად. როცა დაჯდება თვითმფრინავი და ჩვენ ყველა გადავრჩებით, ეს იყოს ომი. ხარ მითხრათ რომ პილოტი თქვენ ხარ? არა, ჯანსაღი საზოგადოების სიმტკიცეა ამის პილოტი, პირობითად რა. პირობითად. სხვათა შორის სააკაშვილიც იგზის, მაგრამ უკვე გარიყულია იმ სიტუაციისგან, იმიტომ რომ მისი მეშვეობით გამოირთო იქ ძრავები რა. ყველა მთელი საქართველოს იქ. მე უბრალოდ გეტყვი, ნებისმიერი ბრძოლა ეს იქნება კონცეფციების ირგვლივ. მანამ სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება და ყველა არ გადავრჩებით, არ შეიძლება. თავისუფალი არა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ვიყავით ბატონო, იმის მოწმე რომ მე როცა ძალიან დაიძაბა სიტუაცია ოპოზიციასა და სააკაშვილის შორის იყო ხო მოლაპარაკებები. თქვენ იყავით რომელმაც ჩემს ეთერში მაშინ ეს დაადასტურეთ. ანუ თქვენ მაინც მოგიწევთ რაღაც კომპრომისზე რომ დაელაპარაკოთ ორივე მხარეს. მე ვთქვი და რა თქმა უნდა ამ ეთერშიც სიამოვნებით ვიტყვი. მე სააკაშვილს შევხვდები საჯაროდ, აუცილებლად შევხვდები და ჩვენი დიალოგის თემა იქნება მისი მშვიდობიანი წასვლა საქართველოს პოლიტიკიდან. ანუ ამ ეტაპზე რაღაც ასეთი მესიჯები მათი მხრიდან არ აქვს ოპოზიციას, ხომ არ დავილაპარაკოთ, ხო არ შევჯერდეთ. მათი რესურსი დამთავრებულია, ქვეყნისთვის არის დამთავრებული. ჩვენ თუ გვინდა რომ ერთ ადამიანს გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა,
კი ბატონო, იმ ნაწილისთვის არ იყოს მისი რესურსი დამთავრებული, მაგრამ რო ხედავთ, რომ ამ 20 წლის მთავარი მიღწევები ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ მიერ ფუნქციის შეძენა, კორიდორის სახით, სატრანსპორტო თუ სატრანზიტო სახით, ჩვენთან დამოუკიდებელი კომერციული ბანკების მშენებლობის პროცესი, გაეროში გაწევრიანება, ევროსაბჭოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ყველა დიდ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რასაც მოქონდა სუვერენიტეტი და ეს ახლა დაკარგულია, აქედან გამომდინარე, გვინდა თავისუფალი საქართველოს აშენება, მოდით რა, შევიკრიბოთ, გავძლოთ ჩვენი სიმტკიცით, დაუმტკიცოთ და დაუმორჩილებლობით, რომ საქართველო მრავალ ათეულ საუკუნიანი ქვეყანა გადარჩება. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ და მინდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სათაურით ერთგვარად შევაჯამო. კამიკაძე ოპოზიცია, დათო ბაქრაძე გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან ცუდია, როცა ქვეყანაში არსებობს კამიკაძე ოპოზიცია, რომელიც არის მზად თავი აიფეთქოს, ოღონდაც ააფეთქოს ის სამიზნე, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი ან სისტემა. მზად ხარ თავის ასაფეთქებლად? რა ვიცი, რამდენად ესმის კამიკაძეების შინაარსი თვითონ დათო ბაქრაძეს და საერთოდ ბაქრაძეს და არ მიყვარს მის არც ერთ სააკაშვილის მერე არც ერთ ჩინოვნიკის განცხადებაზე არ მიყვარს კომენტარის გაკეთება, ვიცი რომ ეს ყველაფერი შეიძლება თავშიც არ აქვს, მაგრამ დავალებით კეთდება. თამასა მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის იმდენად აწეულია, არავის არ უხარია არც ქუჩაში გასვლა და არც შეწირვა რა, მაგრამ როდესაც ეს ჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემ ხალხს, მე ყველაფერს გავაკეთებ. მე რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია და მე თუ მომნათლავენ რომ ეს იყო თავგანწირვა და კამიკაძე ვიყავი, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ლევან მაშასე, როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ, ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ ოფიციალურად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია საზოგადოებას აცნობებს, უკვე ალბათ სპეციალური ბრიფინგით ზუსტად 9 აპრილამდე 10 დღით ადრე. ასეთი იყო დღევანდელი პოლიტიკური კვირა, გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად 1 კვირის შემდეგ, კვირას 20 საათზე პირდაპირ ეთერში ნახვამდის.